თემაზე საუბარს უკვე საზღვაო კომპანია ISG ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელიასთან, საქართველოს სადაზღვეო ინსტიტუტის პრეზიდენტ ბატონ გიორგი გიგოლაშვილთან, საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის თავმჯდომარე ბატონ დევი ხეჩინაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონ ზაზა სოფრომაძესთან ერთად განვაგრძობთ და მე პირველი კითხვა. ბატონ ზაზა სოფრომაძესთან მექნება, ბატონო ზაზა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონო ზაზა, როდესაც გვაქვს პრივატული საუბრები ამ შემთხვევაში სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლებთან, მე მინდა მცირედ ციტირება ამოვიკითხო. ამის ერთი ხელის მოსმით აკრძალვა არ შეიძლება და ეს რომ გავაკეთოთ ამის სადაზღვეო კომპანიებს ფაქტობრივად დავანგრევთ. მათთვის რთულია იმ საავადმყოფოების გაყიდვა, რომელთა აშენების ვალდებულება წინა ხელისუფლებამ დააკისრა და რამაც ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ნაწილი კი საერთოდ გააკოტრა. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ნაბიჯები როგორი უნდა იყოს სექტორთან მიმართებაში, რომ უშუალოდ არ დაირღვეს და არ შეილახოს ბიზნესის უფლებები და ბიზნესმა გამართულად შეძლოს ოპერირება. გისმენთ? მოგესალმებით. ძალიან სერიოზული თემა წამოჭერით, რასაც მხოლოდ ესე ვთქვათ, სამხრივად არ უნდა მივდგეთ. აქ ბუნებრივია, ყველა მხრივ ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული, როგორც სახელმწიფოებრივი ინტერესები, ასევე კერძო ბიზნესის ინტერესებიც. ძალიან ესე ვთქვათ, არაორდინალური ვითარებაში ვიმყოფებით ზოგადად ამ მხრივ, იმიტომ რომ საკმაოდ ესე ვთქვათ, თამამი გადაწყვეტილებები და რაღაც გარკვეულ ნაწილად მე ვთვლი, რომ არც თუ ისე კორექტული გადაწყვეტილებები იქნა თავის დროზე მიღებული, როდესაც კერძო სადაზღვეო კომპანიებს დაეკისრათ ჯერერთი ოპერირება ეს წინა ხელისუფლების პერიოდს გულისხმობს. წინა ხელისუფლების პერიოდში და გარდა ამისა მათ დაეკისრათ ასევე ვალდებულება იმისი, რომ აეშენებინათ კერძო კლინიკები, ზოგიერთმა ეს წარმატებით შეძლო, ზოგიერთმა ვერ შეძლო. ერთია აშენება და მეორეა შემდეგ ამ კლინიკების გამართული მუშაობა. აქაც გარკვეულწილად სხვადასხვა ესე ვთქვათ სურათი გვაქვს, სხვადასხვა სურათში გულისხმობ იმას, რომ თუ ნაწილი კლინიკებისა გამართულად მუშაობს და მოგებაზე ორიენტირებულად მუშაობს, ნაწილი კლინიკებისა პირიქით წამგებიანია, ბუნებრივია ეს წამგებიანობა არაფერში არ აწყობს სადაზღვეო კომპანიებს, რომლებიც საკუთრებაშიც არიან ეს კლინიკები და აი ეგეთი ზოგადად საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს მიღებული. ამ შემთხვევაში ბუნებრივია სახელმწიფო ცდილობს გარკვეულწილად დააბალანსოს ეს სიტუაცია და ამ დაბალანსების ერთ-ერთი ესე ვთქვათ გამოვლინება გახდათ ის, რომ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მართლაც არ შეეძლოთ კერძო სადაზღვეო კომპანიებს სრული სერვისები მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის და სიმართლე რომ ვთქვათ, არც ჰქონდათ მათ ამისი იურიდიული ვალდებულებაც გულისხმობს გადადის ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში. დიახ, ეს თემა არა, მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არა, ჯერჯერობით ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი. თუმცა იგეგმება რომ გადავიდეს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. არ არის გამორიცხული რაღაც გარკვეულ ეტაპზე მუნიციპალიტეტების საკუთრებაში გადავიდეს, მაგრამ დღეისათვის ეს გახლავთ ჯანდაცვის ბატონო ზაზა, აუცილებლად დაგიბრუნდებით. საკუთრება ეს გახლავთ ЧՊС, რომელიც 100%-იანი სახელმწიფო. კი ბატონო, აბსოლუტურად მესმის, დაგიბრუნდებით აუცილებლად, თუმცა მოვისმინოთ მანამდე ბიზნესის პოზიცია, ბატონ გიორგი შენგელიასთან მექნება ჩემი შემდეგი კითხვა, ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამ შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა რომ შემართება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით არის მოტივირებული იმით, რომ კომპანია შეიძლება იყოს მეტწილად ცუდი მენეჯერი. ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას რეალურად და უნდა აფლობდეს თუ არა რეალურად სადაზღვეო კომპანია არაპროფილურ აქტივს. გისმენთ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს დეკლარირებული ჩვენთვის არის ცნობილი, როგორც საპირებს ამას ზედამხედველობა, ჯერჯერობით იდეის დონეზეა გაჟღერებული. ის მიდგომა მგონია, რომ აბსოლუტურად ჯანსაღია და ჯანმრთელია, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს. ასე ვთქვათ, ვიცით, ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ მოხდება ერთი ხელის მოსმით და რაღაცა ეტაპობრივად მოხდება ამ პროცესის განხორციელება, ხოლო ეს არ მგონია, რომ იყოს იქით ნაკარნახები იმით, რომ ბიზნესი შეიძლება ცუდი მენეჯერი იყოს. უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის იმ სოფლიო პრაქტიკის გაზიარება, რაც არსებობს, გარდა მაგისა, ალბათ სწორი იქნება, უპრიანი იქნება, რომ სადაზღვეო ინდუსტრია იყოს დაზღვევით პირველ რიგში დაინტერესებული და არ იყოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული ინტერესთა კონფლიქტებიც იქნებოდეს. ეს ურთიერთდამოკიდებული სფეროებია და ამ შემთხვევაში თქვენი პოზიციას, რაც ძალიან ბევრი იგივე სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლისგან მომისმენია, არა მარტო თქვათ პრივატულ საუბარში, მათ შორის პირდაპირ ეთერშიც, რომ თქვათ მსგავსმა მიდგომებმა, რომ თქვათ ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე არ შეიძლება ნაბიჯების გადადგმა და ამაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ რა თქმა უნდა ბიზნესი უნდა იყოს ჩაგენებული საქმის კურსში, თუმცა არაპროფილური აქტივობისგან გამიჯვნა შესაძლოა თუ არა მთლიანობაში სექტორი უბრალოდ დაანგრიოს, როგორც ეს მათი ციტირება. არ მგონია რომ დაანგრიოს, ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი დაწყებულია, ძალიან წარმატებულად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა თანამშრომლობა ჩვენ კომპანიასთან და გრძელდება, ჩვენ გეგმავთ, რომ უახლოეს მომავალში საავადმყოფოები ჩვენ პოვერობაში აღარ იქნება. რაც შეეხება ნაწილი უკვე გასხვისებულია რა, ასე ვთქვათ. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ის ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან და ზედამხედველობის მხრიდან
ძალიან აქტიურად ასოციაციის ჩართულობით ხდება სავალდებულო სახეობების შემოღება, სწორედ ეს იქნება ბიზნესის განვითარება და სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება. წარმატებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, თქვათ, იგივე აგროდაზღვევის პროექტი, არის საუბარი სავალდებულო ავტომობილების დაზღვევის პროექტზე და ეს არის განვითარება და არა პროფილური აქტივობა. გავაგზავნოთ იგივე თემაზე საუბარი, ბატონო დევი, ამ შემთხვევაში თქვენი დამოკიდებულება როგორია? სერვისებზე აუცილებლად გითხავთ კონკრეტულად, და ამაზე აუცილებლად გავამახვილებ აქცენტებს, თუმცა ამ შემთხვევაში არაპროფილური აქტივობისგან გამიჯდა. ამდენად დადგეს თქვენი აზრით დღესდღეობით დღის წესრიგში. გისმით. მე მგონი აქ კარგად ითქვა, რომ ძალიან დაფიქრებულად გასაკეთებელი წარსამართი პროცესია. ჩვენ ერთი ნამდვილად შარშან შეგვეცვალა მდგომარეობა და ჩარჩო ჩვენი საკანონმდებლო და რეგულატორული აქტივობების. ჩვენ მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და საერთო ჩარჩოს სწორედ ის ევროპული მიდგომები წარმოადგენს, რომელიც არსებობს. ჩვენი ბაზარი, არა მარტო სადაზღვევო, ბაზარი ძაე, ენერგეტიკული ბაზარი, მაგალითად იგივე სააფთიაქო იქვა, მაგრამ წამლის ბაზა, მილიონი ძალიან ბევრი ჩვენი საბაზრო სტრუქტურები არ შეესაბამება იმ ბაზარს, რაც არსებობს ევროპაში. ანუ ვერტიკალურად ინტეგრირებულია ესე წოდებული და თუმცა პრაქტიკაში არა ევროპული მიდგომები განსხვავებულია. ეს იქნება თქვენი აზრით ნაბიჯი, რომელიც დაუახლოვებს ევროპულ სისტემას. ეს იქნება ნაბიჯი დაუახლოვებს. ეს იქნება თავის დროზე გააზრებულად აუცილებლად ის ნაბიჯები, რომლებსაც ითხოვს ევროპული ჰარმონიზაციის პროცესი. ოღონდ ბუნებრივია ჩვენა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯები როგორც სადაზღვევო სექტორში, ისევე ენერგეტიკაში, არა ისევე ვთქვათ იგივე წამლის წარმოება, გაყიდვის საქმე და ასე შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ითხოვს ევროპა, თუმცა აი რამდენად ითხოვს რეალურად ქართული სისტემა, რეალობა. ქართული სისტემა ასოცირების პროცესში რაღაც დროში გააზრებულად უნდა გადავიდეს ევროპულ სისტემებს. მათ შორის ევროპაშიც არ არის ჯერ დამთავრებული ეს ჰარმონიზაციის, ევროპაშიც ბევრი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ჯერ ბოლომდე აი ეს ზეევროპულად დალაგებული. ამიტომ ჩვენც ამის ნაწილი ვართ. ეს ნაწილი არის ვერტიკალური ინტეგრირების ჩაშლა. ეს არის ნამდვილად ესე. ზუსტად ასევე, როცა ლაპარაკობენ ეს არაპროფილური აქტივი, საერთოდ ძალიან ისეთი სიტყვა, რას ნიშნავს არაპროფილური? ეს არის ძალიან მნიშვნელოვნად განსასაზღვრი. მაგალითად, თქვენ აქ ახსენეთ სავანტყოფოების თემა. სადაზღვევოს მიერ სადაზღვევების სამედიცინო მომსახურებების პროვაიდერების ახალი ქართული დრო თქვა თანამფლობა ძალიან ბევრ ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაში, მოწინავე ქვეყანაში არის ერთ-ერთი საფუძველი იქაური, მოდი ვთქვა, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზეზი და არა მფლობელობაზე. გააჩნია აქედანაც, იქიდანაც. ან ექსკლუზიური ურთიერთობები. ანუ თუ გვაქვს მაშინ ამ ყველაფრის პრაქტიკა და თუ ჩდება მაშინ კითხვის ნიშნები, რომ გარკვეულწილად ამ ყველაფერმა შეიძლება მეტწილად დაარტყას ინდუსტრიას. მაშინ რატო წავდებით? მეტწილად დაარტყას. ჩვენ არაფერი არ დაგარტყავს, რაც გეგმაზომიერად და დროში სწორი პერსპექტივით გაიწერება. აი ეს არის მთავარი. და როცა ჩვენ ვამბობთ იმაზე, რომ ევროპული მიდგომები, ევროპული ხედვები უნდა ჩვენც გავიზიაროთ, მათ შორის ამ ნაწილში, ბიზნესის სტრუქტურირების ნაწილში. ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იქიდან, აი იმ ჩარჩოდან, რაც არის ევროპული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოვგლიჯოთ ცალკე თემები, არამედ სწორედ იმ ჩარჩოს გადმოტანაზე, იმ ჩარჩოს ადაპტაციაზე, თავისი რეგულატორული ნაწილით და მათ შორის, აი რაც დღეს უკვე გაისმა, უმნიშვნელოვანესწილად იმ ნაწილით, სადაზღვევო თვალსაზრისით, რომელიც მოითხოვს იმათ, რომ რისკების მართვა ხდება აქტიურად დაზღვევის გამოყენებით. მესმის აბსოლუტურად ბატონ გიორგის მოусმინოთ ამ შემთხვევაში გიგოლაშვილს, ბატონო გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რამდენად სწორად დგას რეალურად ხელისუფლება დღესდღეობით იმ რეალსებზე, რომელსაც უბრალოდ ევროპისკენ მიუყავართ და მთლიანობაში რამდენად სწორად მიყვება ევროპის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კონკრეტულად ამ მიმართულებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. გისმენთ. მოგესალმებით, სწორად დგას, სწორად მიდის, მინიმუმ მარტო იმან გაიჟღერა თითქმის ყველა ჩვენი გადაცემის ტონ
სტუმრის რომ კომუნიკაციებია აწყობილი, არ მიიღება ცალსახა გადაწყვეტილებები მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკიდან გამომდინარე, არამედ ეს ინდუსტრიისთვის და დაზღვეულებისთვის კეთდება და ყველასთან არის კომუნიკაცია მასმედიაშიც. გახსნილად განიხილება ეს თემები, სწორი მიმართულება ერთ-ერთი ეს არის და ეს ამცირებს იმ რისკებს, რომ იქნას მიღებული არასწორი, არასტრატეგიული და საქართველოსთვის უვარგისი გადაწყვეტილების მიღება პირიქით. იმანაც გაიჟღერა, რომ ეს თითქოს დღეს აქტიურად თითქოს კი არა ესეა აქტიურად გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ არაპროფესიონალ მაგრამ მერც ვიტყვი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან მოდის ევროდირექტივები კონკრეტულად თუ ვინმეს დაინტერესებს ეს არის ისე ჩვენებურად 138 ნომერი სადაც ვადებიც არის მოცემული და შარშან მოეწერა ხელი 1 წელია გასული 6 წელი იყო მოცემული ესე იგი უახლოეს 5 წელიწადში უნდა იყოს ეს პროცესები უკვე დაძრული და გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის მე მგონი გონიურული დრო იმისთვის რომ არც ნაჩქარევი იყოს გადაწყვეტილება და არც დროში იმდენად გაიწელოს რომ 10 და 20 წლიანი პერსპექტივა. ეს მოხდება მოკლევადიან საშუალოადიან 5 წლამდე პერიოდში. საკმაოდ კარგი თუმცა ეს არის გონიურული ვადა იგივე თუ აი ზუსტად ახლა ამაზე დაიწყეთ საუბარი რაც უნდა მეკითხა ბატონო გიორგი. ეს არის თუ ძალიან არ გაიწელება და ესე არც იქნება დაუშვათ 1 წლის მერე პირობითად მე არა ვარ ზედამხედველობა და პირობითად ვამბობ ჩემს აზრს და 1 წლის მერე რაღაც გადაწყვეტილებაზე შეჯერდება ინდუსტრია, სახელმწიფო და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე წელი ექნება ერთი ხელის მოსმით ეს არ უნდა გაკეთდეს. პატარა ბიზნესაც კი რევოლუციური ცვლილებები თუ ეს არ არის ძალიან რაღაც Apple და ამისთან მაღალ ტექნოლოგიურებს ეს ცოტა კონსერვატიულია რა ფინანსური სისტემა და სადაზღვეო სისტემაც ერთი ხელის მოსმით არ უნდა აუკრძალო რაღაც ახალი რეგულირება ისეთი შეუძლებელი არ უნდა მისცე. მას უნდა ქონდეს დრო იმისთვის რომ მოხდეს იურიდიული ფორმები არსებობს. თქვენ ეს 5 წელი საკმარისია. მე ამ თვითონ აუცილებლად ბიზნესაც მიმართა. მეორე რაღაცა არის სტუდენტის ფაქტორი, გამომცდელი რომ ეტყვის, შენ უნდა მომიტანო, შენ ნამუშევარი 4 შაბათს, მაგრამ 5 შაბათსაც შეიძლება როდის მიიტანს ეს სტუდენტი 5 შაბათს მიიტანს, რა თქმა უნდა, ხო? ეს რომ ყოფილიყო 20 წლიანი პერსპექტივა შეიძლება უფრო მეტად გაწელილიყო. 4 კი არა, 6 წელი რაც იყო მოცემული, ესეც არ იყო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში ჰაერიდან მოტანილი, ალბათ არის რომ აპრობირებული სადღაც რა დრო დაჭირდება. Absolutely. აი ბიზნესის კითხოთ და ბიზნესის პოზიცია მოვისმინოთ ბატონ გიორგისთან გადავალთ ჩემი შემდეგი კითხვით. ბატონო გიორგი, ამ შემთხვევაში 5 წელზე იყო გარკვეულწილად საუბარი. ვეთანხმები ამ შემთხვევაში ბატონი გიორგი გიგოლაშვილის პათოს, თუმცა აი მთლიანობაში რამდენად საკმარისია ეს ვადა ბიზნესისთვის, რამდენად არის ეს რეალურად გონიურული პერიოდი, გონიურული ვადა მიცემული ბიზნესისთვის. ესე ზედაპირულად გამიჭირდება რომ გაქცეთ პასუხი. ვფიქრობ რომ ეხა 5 წელი პატარა ვადა ნამდვილად არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თვითონ სისტემის შექმნა რომელიც შეიქმნა ვთქვათ, იმას 1 წელი მოუნდა ინდუსტრია, ანუ საავადმყოფოების ქსელს გულისხმობ ეხა ამ შემთხვევაში. ვფიქრობ რომ პატარა ვადა ნამდვილად არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ეს ერთობლივი, როდესაც სამუშაო პროცესი შედგება, იქ უფრო გამოიკეთება კონტურები ვთქვათ, რა ვადაში რომელი მხრისთვის რა ნაბიჯები იქნება. კი ბატონო, აბსოლუტურად მესმის. ბატონო დევი, გარკვეულ სისტემაზე ვსაუბრობდით და მე მინდა რომ გარკვეულწილად ჩვენი საუბარი უკვე სახელმწიფოს წარმომადგენელთან შევაჯამოთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა ჩვენთან ხაზზე და მე მინდა ძირითადი გზავნილები და მესიჯები, რაც ჩვენ გვექნება ამ შემთხვევაში, მასთან გავაჟღეროთ და მასთან ერთად მოვახდინოთ რეზიუმირება ერთიან სისტემაზე ვსაუბრობდით ჩვენ მთლიანობაში. ასევე ვისაუბრებთ გონიურულ ვადაზე, რომელიც უნდა იყოს ბიზნესისთვის მიცემული მთლიანობაში, რა ნაბიჯების გადადგმა იმისთვის საჭირო, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს და ამ ყველაფრის რეზიუმირება უკვე ბატონ ზაზასთან ერთად მოვახდინოთ. დიახ. დეტალები როგორც ყოველთვის ეშმაკი დეტალებშია. ანუ ჩარჩო არსებობს ევროპული ჩარჩო არ არის ძალიან ხისტი, განსაკუთრებით ამ ნაწილში, იმიტომ რომ სხვადასხვა იქ არსებობს უფრო ხისტი ნაწილები, არსებობს უფრო მოქნილი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროფესიული მუშაობა ამაზე საჭირო, კომუნიკაცია ძალიან აქტიური და პრიორიტიზაცია იმ ნაბიჯების ოღონდ ჩარჩოს შემოსავლის. არ მითხრათ, ეხლა 5 წელი, არ ესეთი რამეები არ ხდება. რომელ ღონისძიებისთვის 5 წელი? აი ესეა, ხო? რომელ რა სფეროს ეხება უპირველეს ყოვლისა, თქვათ, აი ეს პროფილური აქტივებისგან განთავისუფლება. მე მინდა რომ თქვენ სხვა წარმოიდგინოთ რეალობა. სადაზღვეო საქმიანობა არის საქმიანობა, რომელიც ძალიან ხშირად მეტ შემოსავალს გენერირებს
არაპროფილური საქმიანობიდან, ანუ არა სადაზღვეო საქმიანობიდან. არსებობს სოფლიოში სისტემები, რომლებიც წლიდან წლამდე, ესე ვთქვათ, ტექნიკურად სადაზღვეო თვალსაზრისით მინუსზე მუშაობენ, მაგრამ გადაფარვა ხდება სწორედ ფინანსური ოპერაციებიდან და უძრავი ქონებიდან და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მათთვის გარკვეულწილად გადადგომა. ეს არის პროფესიული თემა. და ამ პროფესიული თემის ნაწილი არის ასევე განსაზღვრა პრიორიტიზაციის იმ დარგობრივი აქტივების, რომლიდანაც უნდა განთავისუფლდე, მაგალითად, უპირველეს ყოვლისა და ასე შემდეგ. და მე იმედი მაქვს და ამ იმედს მაძლევს ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს არსებობს უკვე, მათ შორის ინდუსტრიასა, ზედამხედველს, მთავრობასთან, რომ ჩვენ ამ რეალისტურ ჩარჩოს, რომელიც არის მოცემული ევრო ასოცირების თვალსაზრისით საქართველოს ინტერესში განვახორციელებთ ამას. ახლა 3 წელი დაჭირდება, 5. კი ბატონო, გადავიდეთ ამაზე. ხო იცით როგორია, თავარია რომ სწორი ნაბიჯები გადაწყდა. მესმის აბსოლუტურად და ბატონ ზაზასთან გადავდივარ უკვე ჩემი შემაჯამებელი კითხვით. ბატონო ზაზა, ჩვენ უსმენდით პრინციპში სტუდიაში მყოფი სტუმრების მოსაზრებებს. თლიანობაში გაიჭირა ძალიან ბევრმა საინტერესო მიმართულებამ თლიანი სისტემის ადაპტირება, იგივე ვთქვათ, გონივრული ვადის მიცემა და გადაზღვევის სხვადასხვა მექანიზმები. ამ შემთხვევაში ხელისუფლება რამდენად განავითარებს თითოეულ მათგანს, რომ პირველ რიგში ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული. დავიწყებ იმით, რომ თლიანად სადაზღვეო სექტორი, რაზეც დღეს იყო თქვენ გადაცემაში საუბარი, ბუნებრივია ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ იმ სეგმენტზე, რაც ჯანდაცვას ხადა კომპეტენციის ფარგლებში ამ მხრივ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ძირითადი მიმართულება უკვე არჩეული გახლავთ, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულება, თუმცა კერძო სექტორს ბუნებრივია რჩება გარკვეული სეგმენტი, რასაც არ ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა, აი იმ სეგმენტის ათვისება სწორედ მათი პირველი ამოცანა უნდა იყოს ჩემი აზრით. ზოგადად რაც შეეხება თვითონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და ამ მიმართულებას, ამ გზას უბრალოდ რაც სახელმწიფომ აირჩია, მინდა გითხრათ, რომ აი ახლა რამდენიმე თვის თვენახევრის წინ გამოქვეყნდა უკვე ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და ეს გახლავთ მსოფლიო ბანკი, USAID და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ხარჯგასმით აღნიშნა, რომ მიმართულება, რომელიც სახელმწიფომ აიღო, გზა, რომელსაც სახელმწიფო ადგას ამას კონკრეტული ციფრები ჩვენებს. ბატონო ზაზა, ვინაიდან რადგანაც დროში ვარ შეზღუდული ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა ახლო მომავალში კვლავ მინდებურად დავუბრუნდებით თემას. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში.